მოგესალმებით, მეგობრებო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ. გილოცავთ ყველას ახალი წლის დაწყებას. ყველაფერი იქნება გადასარევად, კარგად. ყოველი შემთხვევისთვის. რაშიც მივიღებთ მონაწილეობას, რომ რაღაცები კარგად წავიდეს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, რომ ამის ძალა და ენერგია გექნებათ, რომ იმ ყველაფერს მიაღწიოთ, რაც გინდათ. ახლა კი პირდაპირ გადავალ გაშლაზე. ხო, ბევრს არ ვილაპარაკებ იმაზე, თუ რა სურვილი მაქვს თქვენთვის და როგორ მინდა რომ ყველაფერი კარგად გქონდეთ. ნამდვილად მაგამის სურვილი. მაგრამ დაწუნებული ვარ ჩემზე, მაგრამ თქვენ გინდათ რომ კარგად იყოთ. ამიტომაც პირდაპირ დავაკვირდეთ, გაშლა იქნება იმასთან დაკავშირებით, ეს აირჩიე დასტა, პირველი, მეორე, მესამე და ზოგადად ჩაიფიქრეთ ადამიანი და რას აპირებს თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. ხო, ანუ რას აპირებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. მე მგონი რომ საინტერესო უნდა იყოს. დავაკვირდები კიდე რაც მნიშვნელოვანი იქნება რაღაცები. წინაღობა თუ რამე არსებობს, გრძნობასაც დავაკვირდები ცოტაზე, ხო, ანუ რაღაცები რას გრძნობს და თუნდაც აი იმ რაღაცას რაც აპირებს, რატომ გადაწყვიტა, შეიძლება ამისესაც ჩავწდეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ზოგადი გაშლა, ეს არ არის პირადი გაშლა. ამიტომაც ზუსტად რო იცოდეთ, მაინც შეიძლება არ არის ყველა მესეჯი თქვენთვის და რაღაც მესეჯები რაც ხვდებით რომ არ არის თქვენი, უბრალოდ არ მოარგოთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ თქვენც დაიბნევით და კი, ყველაზე მეტად თქვენ დაიბნევით. ხო. კიდე რა შეიძლება რომ მეთქვა? მე მგონი ყველა ვინც მისმენთ, იცით, თუ ვინმე ახალი ხართ, კიდევ ერთხელ გამარჯობა, თორნიკე მქვია. და ზირთადად სასწავლო ენერგიას ავშლით ხოლმე, არის როდესაც ზოდიაქოს ნიშნებს ვიყენებ და ოფისთვის ენერგიის კოლექტიური ენერგიის და ოფისთვის და ზოდიაქოს ნიშნებისთვის შევიდა და იქ შეიძლება სამსახურზეც და საქმეზეც იყოს რაღაცები ამოსული, მაგრამ ზირთადად მაინც პირად ენერგიას მივყვები ზოგად გაშლებში, პირად სასწავლო ენერგიებს, ხოლო უშუალოდ პერსონალურ გაშლის დროს ყველაფრის განხილვა ხდება, რა თქმა უნდა, კონსულტაციაზე თუ გაიქნებათ სურვილი იმის ჩაწერის. ამ თვეში მექნება თავისუფალი 8-ში, 9-ში, 10-ში და მე ბოლოსკენ მექნება 21, 22, 23-სკენ. ხო, მაგ პერიოდში მექნება თავისუფალი ეს რიცხვები დანარჩენ დღეებში ან მე არ მცალი, ან უკვე დაკავებულია. ამიტომაც თუ გააქვთ სურვილი, მაინც გაითვალისწინეთ ეს ყოველივე. კი ბატონო, ერთზამი კი ბატონო. მოკლედ ლამაზო ადამიანებო, პირდაპირ აირჩიეთ დასტა და პაუზად ან რაღაცა დააკვირდით კარგად რომელი დასტა გინდათ და მე დავიწყებ, მოვნიშნავ დროს და დავიწყოთ. დასტა ნომერი 1, 0340, კი ბატონო, მივესალმები კიდევ ერთხელ, ვინც პირდაპირ გადმოახვიდა ესეთ შემლაპარაკი არ მოგწონთ დასაწყისში. მოკლედ, პირველი რაც მაინტერესებს თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, რა გაკვეთილს გადის ახლა ამ პერიოდში, როგორ არის, რას აკეთებს, რა უნდა ვიცოდეთ მასზე და შემდეგ უკვე თქვენ რა პერიოდს გადიხართ და თქვენ რა უნდა იცოდეთ. ჯერ იმ ადამიანის ენერგია გამოვიხმოთ, ვინც ჩაიფიქრეთ. ნახოთ? კი ბატონო, ეს ადამიანი გადის მარტოობას, ცნაურია. მარტოობას გადის, ახლა ამ პერიოდში შეიძლება მარტოსულად გრძნობს თავს და უბრალოდ უნდა გაიაზროს, რომ მარტო არასდროს არის. თქვენ ვერაფერს ვერ შეცვლით ამისთვის, ამიტომ ახლა რაღაც მარტოსულად არის და მოდი მივწერო და ჯერ კარგად ჩავიკითხოთ ყველაფერი. ხო, ის რომ მარტო არის, ეს თქვენი მოსაგვარებელი არაა, თვითონ უნდა გაიაზროს, რომ მარტო არასდროსაა და თავისი გადასაწყვეტია რეალურად, როდესაც თუ იმასთან კონტაქტი და კომუნიკაცია უნდა, ცოტა რაღაცები უნდა გაერკვეს და გაარკვიოს, რომ არ დარჩეს მარტო. ხო, ძალიან მკაცრი იქნება აშკარად ამ ადამიანის მიმართ გრძნობა.
გრძნობს წინასწარ ძალიან მკაცრე იქნება ამ ენერგიის მიმართ. კარგი, ვნახოთ თქვენი ენერგია. თქვენ სათხართ change. I understand that nothing can grow or evolve without movement. კი ბატონო, ანუ ამ სიტუაციაში და ამ ურთიერთობაში თქვენი გასარკვევი და გასაზრდელი რაც არის, ეს არის რომ შეცვლის რაღაცა ცვლილებების და ცვლილებების გარეშე, რა თქმა უნდა, ცვლილება არ იქნება. აი, მოძრაობის გარეშე ცვლილება არ გამოვა. რაღაცა კონკრეტული უნდა შეიცვალოს, რომ ეს სიტუაცია გაიზარდოს. მაგრამ ამავდროულად ენერგიაში ზრდას სიკვდილს დაიგულისხმება შეიძლება სულაც ამ ადამიანს უნდა გაეცალო მთლიანად, რომ შენი სასიყვარულო ენერგიამ შეძლოს მოძრაობა და შეიძლება სრულად ახალი ენერგია უნდა მოიზიდო, ხო? ნუ ყოველი შემთხვევაში შენი ენერგია თავიდან ბოლომდე ითხოვს ცვლილებას. ამ ადამიანის ენერგია არის მარტოსულობაში. ასე ვთქვათ, მარტო აქვს რაღაც პერიოდი გასავლელი ამ ურთიერთობაში ამ ადამიანს. ხოლო შენ კონკრეტულად შესაძლებელი გაქვს დამოკიდებულება შეიძლება, ან არ ვიცი, ნახოთ ბოლომდე ტაროს კარტი რა სიტყვის და იმის მიხედვით უფრო მარტივი გასაგები იქნება. კი ბატონო, ნახოთ. რას აპირებს ეს ადამიანი? Page of Swords. ცოტა ხანი თვალთვალი ინტერესი ვცით, ან შეიძლება პირდაპირ თვალთვალის. გაჩნია. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ცოტა ხანი ცდილობს, რომ გაერკვიოს და გამოერკვიოს, გაკვირდება. თუ ახალია ეს ურთიერთობა და ეხლა უბრალოდ ჩაიფიქრე და გაინტერესებს რა, ანუ ესე ურთიერთობაში არ ყოფილ ხართ და გაინტერესებს, ხო? ამ ადამიანს აქვს რა ინტერესი და რამე თუ აპირებს. ცოტა ხანი ჯერ კიდევ ინტერნეტ სივრცეში შემოიფარგლება ეს ყოველივე. ხო, ინტერნეტ სივრცეში შემოიფარგლება ეს ყოველივე. თუ ამ ადამიანს ნახულობთ ესე, გაქვთ შეხება პირისპირ და გიწევთ შეხვედრა, მაგ პერიოდში აშკარად შეამჩნევ ძალიან დიდ ინტერესს, ოღონდ ეს ინტერესი იქნება უფრო როგორი გამოხატულებით, ესე კითხვების დასმა იქნება, ანუ კითხვების დასმას აპირებს რეალურად, რომ რაღაცა ინფორმაცია გამოიძიოს, ასე ვთქვათ, შენზე, ხო? კარგი, ვნახოთ კიდე. კი ბატონო, Knight of Wands. რაინდი მხედარი კვერთხების. არ მომწონს რა კუთხით არ მომწონს ახლა ზოგადად კარგია როდესაც ადამიანი რაღაცა კონკრეტული ენერგიით შემოვარდება შენთან ხო კომუნიკაციას შეეცდება და შემორგის ხო ანუ აქ ინტერესი ჩანს და რაღაცნაირად ენთუზიაზმის ჩანს და ინსპირაციაც ჩანს მაგრამ ინსპირაცია გამოწვეულია იმ მარტოსულობის შეგრძნებით სწორი რაღაცით არ არის გამოწვეული ანუ იმიტომ რომ მარტოსულად გრძნობს თავს მხოლოდ მაშინ შემოდის კონტაქტზე ანუ როგორ ისა შეგრძნება მაგის აი დროის გაყვანის მომენტია რა ანუ ვიცი რომ ძალიან მკაცრი ვარ ახლა ამ მომენტში ზოგიერთის და შეიძლება ანუ გაღიზიანდეთ და ტრიგერდეთ თუ იმას რამე არ მოგეწონება უბრალოდ გათიშეთ და დატოვეთ აქაურობა და ვისაც შეიძლება რომ მოისმინოს და ვისაც შეუძლია რომ მიიღოს კონკრეტულად ეს მესიჯები რასაც მე ვამბობ იმ ადამიანებისთვის გავაგზავნებ საუბარს კი ბატონო ხო იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა რომ ჩემი მოყურებელი მოტყუებული დარჩეს და უაზროდ რაღაცეებში ენერგია ჩადოს და დრო დახარჯოს, როცა თავისუფლად შეუძლია რომ მართლა მიაღწიოს იმას, რაც უნდა რომ კონდეს, ხო? მაგრამ ამავდროულად თან იმიტომ რომ თონიკიმ რაღაცა თქვა, მაგით არ უნდა გააკეთოთ რაღაცეები, ანუ რეალურად რაც უნდა გამოცალო და დააკვირდე. ნუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება თავისუფლად შენს მგონია ეს და გააკ ამის შეგრძნება, როცა თავს ანუ როცა მოწყენილად გძნობს, მარტო მაშინ გწერს რა და მარტო მაშინ აქ კონტაქტი და კომუნიკაცია. და გაინტერესებს რამეს თუ აპირებს ცოტა ისეც რაც გადაგაფიქრებინებს ამ აზრს, ხო? მაგრამ რაღაცნაირად არ ჩანს ამ ადამიანის ენერგიაში ეს და ეს შენი მოთხოვნილება ცვლილებიც არის სუფთად გამოწვეული შენი სულიდან იმის რომ ანუ აქ თუ არაფერი არ იცვლება მე უბრალოდ უნდა გავაგზავნო გზას ზრდა იმისთვის რომ ეს ჩემი ენერგია სიყვარულის ენერგია გავცე იმ ადამიანთან ვინც ამას დააბრუნებს უკან ოღონდ ეს კი არა რომ მე რო გავცე მოცულობ და მიმბრუნდეს და ასე შემდეგ ანუ უპირობო სიყვარული უნდა გქონდეს რა თქმა უნდა ადამიანების მიმართ და ადამიანსაც უპირობოდ უნდა უყვარდე ანუ რაღაცები კი არ უნდა აკეთო სპეციალურად რომ ადამიანს შეუყვარდე ხო ან პირიქით რამე კი არ უნდა აკეთო სპეციალურად რომ გიყვარდეს ანუ უბრალოდ არსებობს და უბრალოდ არსებობს და ერთმანეთი გიყვართ ანუ ეს სიყვარულია რეალურად უბრალოდ
თვითონ საკუთარ თავის უნდა აკეთებდეს და თვითონ უნდა იღებდეს იმ გადაწყვეტილებებს საკუთარი თავისთვის ისევ, რომ შეძლოს და სიტუაცია შექმნეს ისეთი, სადაც ორივეს კეთებად საშუალება რო იყოთ და შენც იგივე უნდა აკეთო და როცა შენ აკეთებ და იქნებ მხრიდან ვერ ხედავ ამას, რომ ეს ყველაფერი კეთდება, რა თქმა უნდა, ენერგია იხარჯება ტყუილა და ენერგია უბსკრულში მიდის, ხო? ანუ რაღაცა უძირო იმაში ხვრელში გადის რაღაც შავი ხვრელია ჩვეულებრივად. ამიტომაც დავწყნარდეთ, დავშვიდდეთ. ნუ ყოველ შემთხვევაში საშკარად ადამიანი როცა მოწყენილია, მარტო მაშინ აკეთებს რაღაცეებს რა. შენს მიმართ. რას აპირებს? Five of Swords. ხო, ანუ აი ნიც როგორი მომენტია ტვინში რო ისა აქვს რა. მოიწინა, რაღაც მომენტში შეიძლება უბრალოდ არსაიდან დაგიწყოს კამათი. უბრალოდ არსაიდან გამოიწვიოს რაღაცა კონკრეტული დრამა, მარტო იმიტომ რომ იხალისოს, მარტო იმიტომ რომ ანუ ხო ხდები წამოგიკიდოს რაღაცაზე კინკლაობა დაიწყოს, რაღაცნაირად სპეციალურად გიკბინოს რაღაცაზე, იმიტომ რომ იცის რომ შენგან რეაქციას გამოიწვევს, ხო? არ მომწონს ხო გეონები ძალიან მკაცრები იქნებიან ადამიანის მიმართ. თავიდანვე არ მომეწონა ეს ენერგია, ანუ ის რომ მარტო ხარ და რეალურად მარტო არასდროს ხარ უნდა იცოდე. ხო. King of Cups. რას ნიშნავს King of Cups აქ ამ შემთხვევაში? იმიტომ რომ ზოგადად კარგი ენერგია თასების მეფე. მაგრამ როცა ამდენი ენერგია აქვს ხუთიანი ხმები ეს რაღაცა ძალიან ჭირვეული რაინდი და ხო შვიდიანი ხმები ან ძალიან დიდი ბოდიში გაიზარდა კაცი ხარ. ხო, რა მნიშვნელობა კაცი ხარ, ქალი ხარ, ყოველ შემთხვევაში მასკულინი ენერგიაა და გაზრდაშირდება. ანუ ძალიან ბავშვით იქცევა მარტო იმიტომ რომ თავის გზნობებს უფრთხილდება და იცავს. ანუ თუ გზნობას არ გამოხატავ, ვერცერადაც გაიგებ იმ გზნობას როგორ მოეპყრობა ის მეორე ადამიანი. უნდა ვერცერადაც გეცოდინება ის ადამიანი ღირს თუ არა იმად რომ ეს შენი გზნობა გაუმხილო, ხო? ანუ იმ მარტო იმ ანუ საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმა არის თემა არის რა. აი აქ ამ შემთხვევაში ეხლა სრულიად მაგ შეიძლება რაღაცა კონკრეტულ თემაზე დააპიროს კინკლაობა შენთან მარტო იმიტომ რომ საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა. აი მაგ ენერგიაში ზის. კარგი, რაც აპირებს? ცხრიანი მონეტები მაქვს, ხუთიანი თასები მაქვს. ოკეი, ცხრიანი მონეტები, ხუთიანი თასები, ანუ საწყალი ვარ, მარტოხელა ვარ, ანუ ხო ხდები, ანუ აი მარტო ხელობა ურჩევნია რომ იყოს მარტო, იმიტომ რომ კომფორტულად გრძნობს თავს, ოღონდ ეს კომფორტიც მოგონილი კომფორტია და თან ამ ყველაფერს დარდობს და განიცდის და თან ამბობს იმას, რომ ვაიმე როგორი საწყალია, როგორ ვერავინ ვერ იპოვა. ანუ არც ცდილობს. და როცა შანსი ჩნდება, რომ მართლა ვიღაცთან რაღაცა ნორმალური და კარგი ურთიერთობა გქონდეს, ვერ შვება. ვერ შვება, იმიტომ რომ ის ქმედება, ის რაღაცა კონკრეტული ჯაჭვი ქმედებების რაც ახასიათებს, ზუსტად ისევ იმას მიყვება, არაფერს არ ცვლის და მერე უკვირს, რომ არაფერი არ გამოდის. რაღაცა ესეთი ენერგია უზის რა, ანუ ადამიანი, რომელიც არაფერს შეცვლას არ აპირებს და თან უნდა რომ რაღაცა კონკრეტული შეცვლილი კონდეს. და ის კონკრეტული ცვლილება რაც უნდა მოხდეს და რასაც შენი სული გძნობს, რომ აშკარად უნდა შეიცვალოს რაღაცა, თორემ მე უბრალოდ უნდა ავდგე მაშინ და წავიდე გავეცალო ამ სიტუაციას. აი ამ ცვლილების მოწინააღმდეგეა ეს ადამიანი, ან კონკრეტულად უნდა რომ რაღაცები შეიცვალოს, მაგრამ არაფერს არ აკეთებს ამისთვის, რომ შეიცვალოს. make sense. ანუ ცოტა კარგი. რას აპირებს? Okay. ანუ პირდაპირ გეტყვი, აი ამ დანარჩენ კარტებთან ერთად რადგანაც ამოდის, ანუ ეს რომ ამოსულიყო, ვიტყოდი რომ ნელა-ნელა მყარინა ბიჭებით მოდის შენგენ და მოაქვს ეს ენერგია და ცდილობს რომ რაღაცა კონკრეტული შექმნას, ანუ რაინდი მაქვს მონეტების და მზის კარტი მაქვს, ანუ ცდილობს რომ რაღაცა კონკრეტული მატერიალურ დონეზე ჩამოაყალიბოს კავშირი და ნელა-ნელა განავითაროს ეს ყოველივე. და მზის ენერგია მეუნება იმას, რომ რაღაცა კონკრეტულად პოზიტიური იქნება, დადებითი იქნება, მაგრამ ამავდროულად აი ამ დანარჩენი კარტების გამო ის შეგრძნება არის უბრალოდ ადრე თუ გვიან შენ თვითონვე გაიაზრებ და მიხვდები ამ ადამიანის ენერგია, ამ ადამიანის გან რა ენერგიაც მოდის, რა დამოკიდებულებაც მოდის, პასუხები გაგეცემა რა, კითხვები რაც გაქვს. და შენ თვითონვე მიიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომ რაღაცა უნდა შეცვალო. რა უნდა შეიცვალოს?
კი ბატონო. თასები მაქვს, 6-იანი თასი და თასების ტულზე, რაც მეუბნება, რომ უბრალოდ სრულად ახალი ენერგია უნდა შემოუშვა. რაც არის შესაძლებელი, ეს არის ახალი გზნობა უნდა შემოუშვა შენთან, რომელთანაც მართლა გექნება აი ეს 7 ნაზი, მიამიტური ცოტა მაგრამ ამავდროულად ხო, ლაღი ენერგია ამ ადამიანთან შენ არ შეგიძლია ამ ემოციების გაცვლა მარტო იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე გიწევს ფიქრი, მე იმის დაგეგმა, იმიტომ რომ თვითონ არის ესეთი ადამიანი რაღაც სტრატეგიული რაღაცა ის უნდა დავგეგმო, ეს მე ეს უნდა ვქნა, ეს არ უნდა ვქნა, მე ის უნდა ვქნა, ანუ მოთამაშია ადამიანი ჩვეულებრივად, ორი ენერგია მაქვს, აქ რაინდი მაქვს კვერთხების და 5-იანი ხმლები განსაკუთრებით, ანუ მოთამაშე ადამიანია ჩვეულებრივად, რომელსაც აქვს წინასწარ გაცვლილი, რომ აი ახლა რა მომწერს მე დავუგვიანებ სადღაცა 1 საათში ნახავ, მე იმ 1 საათში ანუ ანუ შენი ჭირი შენ რა. ანუ ძალიან გთხოვ. უბრალოდ და ახალი ენერგია შემოუშვი შენამდე. ჩემი რჩევა ეს იქნება. რა თქმა უნდა, ისე გააკეთე და ისე მოიქეცი როგორც შენ გინდა. ხო? მაგრამ ანუ რას ვიზამთ? ეს არის რომ ანუ რეალურად რაღაც აპირებს, ეს არის რომ რაც უფრო დრო გავა, უფრო მეტად დაგაბნიოს და მაგრამ შენ მაინც შეძლებ რომ გამოერკვიო და ანუ არ დაიბრმაო თავი და შეცვალო და მისცე შანსი რეალურად იმ ახალ ენერგიას, რომელიც საჭიროა რომ მიიღო. რომელიც ეკუთვნის აი ამ სასიყვარულო ენერგიას და იმ სიყვარულს, რის გაცემად შენ შეგიძლია. ანუ ადამიანს არ უნდა მისცე ენერგია, რომელსაც ამის გააზრება არ შეუძლია, ჩერეს ერთი და უკან დაბრუნებაც კი არ შეუძლია, ხო? კი ბატონო, მოკლედ ეს მაინც ზოგადი მესიჯი, რო ვიცოდეთ, ახლა რამდენი განაწყენდებოდა. რას იზამ, ცხოვრება. თუ იმას გექნებათ სულ პირველად გაშლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ შემეხმიანოთ. არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ 8 9 10 20 21 22 ამ რიცხვებში მექნება თავისუფალი ადგილები. ხო, დანარჩენ დღეებში უბრალოდ ამცალია, ან დაკავებულია უკვე ადგილი რა. რაღაცებს ვაკეთებ, საკითხით ამათებით. ჩემთვის. მეც ვცხოვრობ. კი ბატონო. მოკლედ, გადავალ დასტა ნომერ 2-ზე. და მოვნიშნოთ დასტა ნომერი 2-ის დრო 17. Hello. გამარჯობა, დასტა ნომერი 2. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ. და საინტერესოდ მიდის თქვენი ცხოვრება. პირდაპირ დავიწყებ გაშლას, თუ რას აპირებს თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, რას აპირებს და ჯერ დავაკვირდები იმ ადამიანის ენერგიას, სად არის, რა გზაზე დგას, რა გაკვეთილს გადის მისი სული, რა უნდა ვიცოდეთ ამ ნომერი 2-ის მიმართ. თუ იმე გადმომყევით დასტა პირველი 1-დან, გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება როლები იყოს შეცვლილი და შეიძლება შენ თავი ამოვიდეს. მაინც ყოველ შემთხვევაში თუ გრძნობ რა შენზე უფრო ლაპარაკობ ვიდრე იმ ადამიანზე, უბრალოდ ენერგია არის ცვლადი, ძალიან მოძრავი და ურთიერთობაში შეიძლება მოგოწოდოთ ამ ენერგიას ქონდეს ძალიან დიდი გავლენა რაღაცას. შეიძლება შენ ენერგიას ქონდეს გავლენა, შეიძლება იმ ადამიანის ენერგიას ქონდეს გავლენა. კი ბატონო, ამას მნიშვნელობა ამ მომენტში არ აქვს, უბრალოდ ნახოთ თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანის ენერგია. რა გაკვეთილს გადის. Grief. I understand that losing something is an opportunity to appreciate it. კი ბატონო, ადამიანი გლოვობს, შეიძლება ვიღაც დაკარგა, დედა, მამა, და ძმა, ახლობელი, ბებია, ბაბუა, მეგობარი, ცხოველი შეიძლება, ხო? ამას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ადამიანი გლოვობს. გლოვის ენერგიაშია და უბრალოდ ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს, რომ როცა რაღაცას კარგავ, ეს არის ზუსტად იმის მაჩვენებელია და იმისი შანსია, რომ ეს რაღაცა უბრალოდ დააფასო. ხო, ანუ ის პერიოდი დააფასო, სანამ ეს ადამიანი შენთან იყო, ან ეს ცხოველი შენთან იყო, ან არ აქვს მნიშვნელობა რაღაცას გლოვობს. კარგი, ვნახოთ შენი ენერგია. Adversity. Okay, I accept that challenges are the best way to learn. კი ბატონო, შეიძლება ამ ადამიანის გლოვამ გამოიწვია შენში კონკრეტულად იმ ენერგიის ჩამოყალიბება, რომ ეს არის შენთვის გამოწვევა და უბრალოდ უნდა გაიაზრო, რომ როდესაც რაღაცა ესეთი გამოწვევები ხდება, ანუ ახლა ამ ადამიანთან ერთად თუ გინდა შენ ყოფნა და მთელი ცხოვრება აპირებ, რომ იყო ხო ამ ადამიანთან ერთად. რა თქმა უნდა, ახლა შენ ცხოვრებაში მოხდება რაღაცა, ამ ადამიანის ცხოვრებაში მოხდება რაღაცა. რა თქმა უნდა, არავის არ უსურვებ, მაგრამ ყველაფერი ხდება სამყაროში, ყველაფერი ხდება ადამიანების ცხოვრებაში.
არც პირველი და არც უკანასკნელია შეიძლება ეს დანაკარგიც ამ ადამიანმა განიცადა და შეიძლება კიდევ მოხდეს ამ ადამიანის სხეულში ეს ენერგია, ხო? ანუ ამ ადამიანმა კიდევ შეიძლება გამოცადოს მსგავსი რაღაც და იგივე გამარებაში თუნდაც ჩაგაგდოს და იგივე ენერგიაში რომ რაღაც ეს გამოწვევა იყოს შენთვის, ხო? ანუ რაღაცები ჩდება მარტო იმიტომ რომ შენ ისწავლო როგორ უნდა გაუმკლავდე, როდესაც საყვარელი ადამიანია ცუდა და საყვარელი ადამიანი განიცდის რაღაცას, ხო? ძალიან მარტივად შესახედია ეს ყოველივე. ну მარტივი შესახედია, ეხლა მე ვამბობ ამას რომ მარტივი შესახედია, თუმცა და არც იმას არ ვამბობ რომ ვინმეზე რამეზე მეტი ვარ ან რაღაცა, ანუ ეგ არ მინდა რომ ესე გაიგოთ, უბრალოდ ყოველდღიურობაში უნდა იკითხო მაშინ და უნდა დააკვირდე ამ ენერგიებს და უნდა უყურო ამ რაღაცას, რომ შენს პრაქტიკაში უკვე ყოველდღიურობაში გადმოვიდეს. მე ეს გააზრება და მიხვედრა, რომ ადამიანი როდესაც იღუპება, ეს ადამიანი რაღაცა კონკრეტულ ტრანსფორმაციას გადის და ანუ უბრალოდ ჩვენთან მატერიალურ დონეზე ქრება ეს ადამიანი. ამ ადამიანის ენერგია სად მიდის, როგორ ვითარდება, რა სამყაროში მიდის, იბადება მეორედ, არ იბადება მეორედ, უკავშირდება ღმერთს ან მართლსამოთხეში მიდის, იქ მიდის, აქ მიდის. ამაზე ფიქრი და ამაზე დარდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს რეალურად შენთვის, ეს უბრალოდ შენ თავს იწყნარებ, ეგოისტური მდგომარეობაა ეს, ეგოისტური მიდგომაა ეს. შენ გინდა და შენგანიც და შენ გტკივა რაღაცა. ხო, ეს არის ეგოიზმი სრულიად, ანუ რეალურად ადამიანის მიმართ გლოვა არის ის, რომ ის ერთი ძალიან კარგი ადამიანია, მსახიობი აღარ მახსოვს რა ქვია, ენდრიუ გარფილდი მე მგონი, ეგ ამბობს რა დედამისზე, რომ ანუ რეალურად ეს გლოვა არის ის, რომ მე ამ ადამიანის მიმართ რაც კი რამე სიყვარული მქონდა ეს, რადგანაც ვერ გავეცი ამას ვგლოვობ. ხვდები, ანუ ეგოისტურია მიდგომა მაინც. მაგრამ ხო, ეგ არის. და რაღაცა პერიოდში ეს სიყვარულის ენერგია ან უბრალოდ ამოიწურება, ან ყოველთვის დარჩება და გლოვას პერიოდი არ აქვს. ახლა 2 თვის წინ მოკვდა ვიღაცა, აი 10 წლის წინ მოკვდა ვიღაცა და რა უთხრა, აი 10 წლის წინ მოკვდა რა, რით ვერ გამოხვედი, მაგრამ არ არის ეგრე, არ არის, მესმის რომ არ არის ეგრე. უბრალოდ იმ ადამიანებს თავი არ უნდა მოგაჩვენოს, რომ ყველაფერი კარგად არის. ანუ ზოგადად ადამიანი უნდა ჩაყრა ეგ ცნობებს, ემოციებს, რომ იმ ემოციიდან გამოხვიდე მერე, ხო, შუაში უნდა გაიარო მასში. თუმცა ის შენი ენერგია რასაც მე მეუბნება, ეს არის რაღაცნაირად გამოწვევა ახლანდელი ამ ადამიანის მდგომარეობა, შენთვის არის გამოწვევა და არ იცი როგორ უნდა მოიქცე. და როგორ უნდა მიუდგე. ნახოთ. რაც აპირებს ეს ადამიანი? კი ბატონო. Temperance. ეს ადამიანი აპირებს განკურნებას, კი ბატონო. Page of Swords. კი ბატონო. და Hierophant მაგ. ეხა გეტყვი. ორი ვარიანტია. ერთი ვარიანტია ის, რომ ეს ადამიანი შეიძლება ცდილობდეს და ეძიებდეს ვინმე პროფესიონალს, ვისთანაც მივა და გამოიკვლევს აი ამ თავის კონკრეტულ მდგომარეობას, აი ამ რაღაცა ტკივილს, რასაც განიცდის და შეიძლება ვიღაცა პროფესიონალთან ამ ინსტიტუციაში ან კონკრეტულ რაღაცა ადგილზე, სადაც მკურნავენ ესეთ სიტუაციას და ულიან, ანუ ამ ადამიანთან შეეცდება. შეიძლება არ იყოს ძალიან ტრადიციული და რაღაცა კონკრეტული განსხვავებული იყოს, მაგრამ ისიც ტრადიცია უკვე ამ ადამიანისთვის, ხო, ანუ აი ამ ვიღაცის დახმარებით ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გაიაროს და ეს ამ ყველაფერს აკეთებს ეს ადამიანი. ახლანდელი მისი მდგომარეობა თავიდან ბოლომდე არის ჩართული აი ამ პროცესში, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლოს გადაალხოს აი ეს ტკივილის პერიოდი, რაც მას გააჩნია და ინტერესი როგორც ასეთი სხვა რაიმე ენერგიის მიმართ ეხლა ამ მომენტში ამ ადამიანს არ აქვს და ვერც ექნება. ვერ ექნება და ვერჩენ ვერაფერს ვერ შეცვლი და ვერჩენ ვერაფერს ვერ გააკეთებ, ხვდები? ანუ მინდა რომ სწორად გესმოდეს. კარგი, რამეს თუ აპირებს შენს მიმართ მას შემდეგ? ანუ ერთადერთი ენერგია რაც მიჩანს აი ეს შენს მიმართ მომართული არის მეგობრული ენერგია, უფრო ექსიანი თასებია. ანუ ახლა ამ მომენტში ეს არ არის რომ შენ კონკრეტულად არაფერში არ გეხება ეს ენერგია. უბრალოდ ამ ადამიანს მეგობრობაზე იქით არავისთან არაფრის გაცემა არ შეუძლია და ეს მეგობრობაც ენერგია შეუძლია გასცეს ეს ადამიანების მიმართ, ვისთანაც მართლა სიამოვნებს შეხება, იმიტომ რომ twins არ უჭამენ, მოკლედ რა. ხო, 6 არის მონეტა, ის სუბტად შენს მიმართ არის, აი, რა დონეზეც გასცემ ენერგიას, იმ დონეზე მიიღებს, მაგრამ რაღაცა მომენტში ენერგიის ინტენსივობა თუ გაიზრდება, ეს ადამიანი დაიკარგება და ეს ადამიანი ვერ შეძლებს ამ რაღაცის გაცემას რა. ამიტომაც რეალურად ახლა ამ სიტუაციაში ჩემი რჩევა რაც იქნებოდა, რომ ამ ადამიანისგან წამოსული ენერგია მიიღო, ამ ადამიანისგან წამოსული კომუნიკაცია, ამ ადამიანისგან წამოსული კითხვები, ასე შემდეგ, ანუ
თვითონ რა დოზაზაც შეძლებს რომ მოქცეს, რა დოზაც შეუძლია რომ მოქცეს, ის დოზა დაუბრუნე. რაღაცასად მეტი არ დაამატო, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ არის მზად ყოველ შემთხვევაში ახლა ამ პერიოდში ამ ენერგიისთვის, რომ ამ ენერგიაზე იმუშაოს. კი ბატონო. Judgment-ი მაქვს. And the devil and the seven of swords. ხო, თან ამ ადამიანის ჩბება, საკმაოდ მავნე ჩვევები აქვს ამ ადამიანს, ძალიან ბევრი მავნე ჩვევა აქვს და ერთ-ერთი მავნე ჩვევა არის, რომ აი ესეთი ტკივილის განცდების დროს, მიუხედავად იმისა, რომ კი აი თავიდან დასაწყისში კარგად ჩანდა, რომ ეს ადამიანი ეძიება აი რაღაცა ადგილს ან ადამიანს, ვინც დაეხმარება, რომ გაარკვიოს რაღაცა და გაერკვიოს და შეძლოს წინ წავიდეს, ხო? ამავდროულად მავნე ჩვევა აქვს ის, რომ საკუთარ თავს უქმნის შემდეგ რაღაცა კონკრეტულ ილუზიას, რომლითაც რაღაცა ტრამვას როდესაც გადის აი იმ ტრამვას ჩქმალავს. ამავდროულად ექეშმაკის კარტი რომ მიზის მეუბნება, რომ ეს ადამიანი შეიძლება იყენებდეს ნარკოტიკს, მოსაწევს, დასალევს, ანუ მათრობელა რაღაცებს, ხო? ჰალუცინოგენს, ან რაღაცა კონკრეტულს ისეთ რითაც ჩაახშობს თავის გრძნობებს და ემოციებს რა, ანუ ჯერ თვად ბოლომდე არ აქვს ის გადაწყვეტილება, შიგნით უნდა გაიაროს, ხან საკუთარი თავის მოთხოვება. კიდე აქ ჯაჯმენტის კარტი, რასაც მეუბნება, ეს არის, რომ ეს ადამიანი უბრუნდება ხოლმე იმ კონკრეტულ ადამიანებს და იმ კონკრეტულ ჩვევებს, რომელშიც იცის, რომ როგორ ახსნა, იცის, რომ იქ არაფერი არ არის მოსალოდნელი ახალი, ძალიან კარგად იცის, რაც არის მოსალოდნელი და ამიტომაც უფრო მარტივია იქ ამ ადამიანის ყოფნა. ხო. უნდა გადავახოს, უბრალოდ უნდა გადავახოს ამ ადამიანმა ეს პერიოდი, შენს მიმართ თუ რამე კომუნიკაციაზე წამოვა, თუ რამე კონტაქტი წამოვა, მაქსიმალურად შეეცადე რომ მსგავსი ენერგია დაუბრუნო, არაფერი ზედმეტი, უბრალოდ იმდენად ქაოსშია და იმდენად დისკომფორტშია, რომ ანუ ამას შენ ვერ შეცვლი, შენი მოსაგვარებელი არ არის. ეს არის და ეს ამ ენერგიაში. მაინც კიდე გამეორდები, რომ ეს არის ზოგადი გაშლა, არ არის პირადი გაშლა. თუ მე გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ შემეხმიანოთ. ინფორმაცია იქნება ვიდეოს აღწერაში და კომენტარებშიც. 8-9-10-20-21-22 ამ რიცხვებში მექნება მხოლოდ მიღება ამ თვეში სამწუხაროდ. დანარჩენი დღეები ან შევსებულია უკვე, ან უბრალოდ არ მცალია, იმიტომ რომ რაღაცებს ვაკეთებ მეც. მადლობა ძალიან დიდი ყურადღებისთვის და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად გექნებათ. კი ბატონო, და გადავალთ დასტე ნომერ 3-ზე, 27-07, მოგესალმებით, დასტე ნომერი 3, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ და საინტერესოდ მიდის თქვენი ცხოვრება. Hello. ძალიან მახარებთ ხოლმე, ზოგჯერ ქაოსში მაგდებთ, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, ვერ ვხვდები ხოლმე, მაგრამ არა უშავს. ნახოთ რა საპირებს, პირდაპირ დავიწყოთ გაშლით და შემდეგ გავაკეთებ და გაშლის ბოლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ რამე იქნება. კი ბატონო, უბრალოდ არხთან დაკავშირებით გულისხმობ. კარგი. ნახოთ რა საპირებს თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. რა ენერგიაშია პირველ რიგში ეს ნახოთ. Freedom, I possess the power and the free will to create my own happiness. შვენიერ ენერგიაში ადამიანი თავიდან ბოლომდე თავისუფალია და დამოუკიდებელია რა თვითონ იაზრებს და თვითონ ქმნის იმ ბედნიერებას რიში შექმნაც მას სურს. ხო, ანუ თავიდან კარგად შვება. შენ empathy. I'm open to seeing both sides of the situation. ანუ შენ ძალიან კარგი ენერგიაში ხარ, ძალიან კარგად გესმის ამ ადამიანის, რეალურად ძალიან კარგად იაზრებ. იცი როგორი შეგდანდა დასაწყისში relationship მაგან ურთიერთობა მაქვს. I'm attracted to those people who serve my higher good. ანუ რეალურად ეხლა რა შეხებაც მაქვს, ანუ თქვენი მის გაინტერესებს ადამიანი და თქვენი ენერგია. ნუ რა თქმა უნდა ენერგია ცვლადი არა შეგიძლიათ დააკვირდეთ ისე როგორც აღიქვამთ, ანუ შეიძლება თქვენზე ვლაპარაკობდე და ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ორი ენერგია კარგად ეწყობა ერთმანეთს. რეალურად კარგად ეწყობა ეს ორი ადამიანი, ეს ორი ენერგია ერთმანეთს. უბრალოდ შეიძლება პერიოდი გქონდეს ეგეთი, როდესაც მარტივად ეწყობთ, იმიტომ რომ relationship-იც მაქვს, ხო? ანუ ურთიერთობა მაქვს, ანუ მარტივად აწყობთ და მარტივად გესმით. ანუ ეს ადამიანი ირჩევს იმას, რომ ეს თავისი ძალა, რასაც ფლობს გამოიყენოს იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი და ბედნიერება შექმნას და შენ გაქვს ჩართული ეს მომენტი, რომ მე მესმის ამ ადამიანის თუ რატომ იქცევა ეს ემპათიის უნარი გაქვს. და გესმის მიზეზები თუ რატომ აკეთებს ეს ადამიანი რაღაცას და რატომ იქცევა ასე ეს ადამიანი.
ამიტომ შენი ინტერესი თუ რას აპირებს ეს ადამიანი ცოტა დამაბნეველია ჩემს, მაგრამ მაინც ვიკითხოთ, ხო? რას აპირებს ეს ადამიანი? ან შეიძლება უბრალოდ ინტუიციას ცოტა ოდნავ ვერენდობი და უბრალოდ შეიძლება გადამოწმების მომენტი გქონდეს, ხო ნამდვილად გძნობ ამ ყველაფერს, ხო დანამდვილებით, ხო არ გავხარ, ხო? შეიძლება ეგ მომენტი გქონდეს. კარგი, ნახოთ რას აპირებს თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. Queen of Swords, კი ბატონო, ხმები, დედოფლის, King of Wands. კიდე ერთი მინდა. ორიანი მონეტები მაქვს. ხო, ეხლა ნახე, სიტუაცია რაც მაქვს და რაც შენ რეალურად გაინტერესებს, რაც აპირებს შენს მიმართ. ეს ენერგია უნდა იწყობოდეს. პირდაპირ გეტყვი, ეს სიტუაცია რაც მე აქ მაქვს არ ეხება იმ ადამიანებს, ვისაც ურთიერთობა აქვს და კომუნიკაცია აქვს და კარგად არიან, არ ეხება იმათ. რატომ ამბობ წესს უნდა ეწყობოდნენ, იმიტომ რომ რაღაცა ხდება, რვიანი თასები მაქვს. ან ახლა ხართ იმ პერიოდში, როდესაც გინდათ რომ დაიშალოთ, ან ცოტა ხანში მოუწევს ამ ენერგიას ის რომ რაღაცნაირად ვერ შვებით. ვერ შვებით იმას, რომ შეიძლება შენ გქონდეს ის მომენტი, რომ ითხოვ ამ ადამიანისგან რაღაცა კონკრეტულ სტრუქტურას ურთიერთობაში, ხოლო ეს ადამიანი ცოტა ხანი ითხოვს ჯერ იმ პერიოდს, რომ მოდი მივყვეთ დინებას. და აი ეს ორი აზრი ვერ ბალანსდება ერთად. რაღაცა მომენტში კი ამ ადამიანსაც აქვს ეს მომენტი, რომ ურთიერთობა და ასე შემდეგ, მაგრამ სახელის დარქმევა არც ცეცხლის მეფეა, მარტო ქარიზმით არსებობს რეალურად ეს ცეცხლის მეფე რა და ეხლა ხმლების დედოფლის ენერგია როდესაც ზის ამოდროულად ეს არის no nonsense, ანუ არავით არის სისულელეები, უაზრობა, ანუ კამათი კონფლიქტი, ოღონდ ეს კამათი კონფლიქტი არ არის ის, რომ რამე არგუმენტში აიყოლიო ვიღაცა, ეს არის პირდაპირ თქმა, ანუ პირდაპირ გადაჭრა რაღაცეების, ხო? ანუ კომპრომისებია და ამ კომპრომისების მიმართ გაჯიუტება და თავისუფლების მოთხოვნა ურთიერთობისგან და გაცლა. მაგრამ ამავდროულად თან შენ რაღაცნაირად მეუბნები რომ მესმის. ხო, მესმის. ანუ რეალურად სიყვარულის ენერგია მე აქ არ მაქვს, ეს შეიძლება მეგობრობაც იყოს, შეიძლება სამსახურის იყოს, ხო, აქ ეს თქვათ ბოლომდე ენერგია სიყვარულის რო გითხრა, არ მაქვს. ანუ აქ მაქვს სურვილი ადამიანის რეალურად რაც აპირებს ეს არის რომ გაეცალოს სიტუაციას. ხო, იმედია, თუ ვინმე გაღიზიანდით, ანუ დათრიგერდით, ასე ვთქვათ, წუხარ, ან უბრალოდ შეიძლება შენთვის არ იყოს ეს მესიჯი და თავისუფლად შეგიძლია რომ ან სხვა ვიდეოებს უყურო, ან უბრალოდ მიეტოვო ეს არხი, ზოგადად არ მიყურო. ხო, მაგრამ არც თავი მინდა რომ მოიტყუო. კი ბატონო, Ace of Swords. ანუ რას აპირებს? განხილვას აპირებს, ლაპარაკს აპირებს, საუბარი შედგება თქვენ შორის და განიხილება კონკრეტულად აი ეს მდგომარეობა და ეს მომენტი, თუ რა ნაწილი მუშაობს ურთიერთობის და რა ნაწილი არ მუშაობს ურთიერთობის, ვინ რა კომპრომისია წამსვლელი. ამაზე იქნება საუბარი. ეს ყოველ ურთიერთობაში იქნება საქმეში თუ მეგობრობაში ამას მნიშვნელობა არ აქვს, ყოველ შემთხვევაში მოხდება განხილვა თუ ვინ რა კომპრომისზე შეიძლება რომ წავიდეს და ვინ რისი გამკეთებელია. კარგი, რას აპირებს? ნახოთ თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, რას აპირებს? კი ბატონო. The Emperor, იმპერატორის ენერგია, ნოის. ცხრიანი კვერთხები მაქვს და იმპერატორის ენერგია მაქვს. ხო, ეს ადამიანი აპირებს ატყვი ნაის, რატომ მომეწონა ენერგია. ანუ მოდი არ ვთქვათ რომ ცუდი ადამიანია, არ არის ცუდი ადამიანი, უბრალოდ
ამ პერიოდს წერდა რაპირებს რაიმე კონკრეტული სერიოზული ურთიერთობა კონდეს და რაღაცნაირად არც მასში არის ის რომ რამეს აპირებს ზოგადად სერიოზულ ურთიერთობას ან საქმის კუთხით თუ ხდება ეს ყველაფერი არ ჩანს ის რომ ვინმეს გამო რამე კომპრომისზე წავიდეს თავის საქმეში და ისე გააკეთებს მაინც როგორც უნდა ანუ არ დაგიჯერებს მოდი ესე ვქვა თუ რამე რჩევას აძლევ ხო ანუ მაქსიმალურად თავიდან ბოლომდე შეიძლება თავის პოზიცია გაამყაროს და დაიცვას თავისი არგუმენტი, თავისი პოზიცია გაამყაროს დაიცვას, მაქსიმალურად შეეცდება ამას. კი ბატონო. ხო, და ურჩევნია დაელოდოთ როგრაც, ნახეთ ურთიერთობაში. ურჩევნია დაელოდოს იმ ადამიანს, რომელიც მას აღიარებს უპირატესად და ურთიერთობაში ამას აწევს იმ დონეზე, რა დონეზეც, ანუ დომინანტია, დომინაციის მოყვარულია, ურთიერთობაში განაწილების მოყვარული არ არის, მაგრამ თან რაღაცა მომენტში სიმართლე რომ გითხრა, ცოტა ეს მომენტი მაქვს, რომ თლად ბოლომდე სიმართლე რომ გითხრა, თლად ბოლომდე ვერ ახერხებს ჯერ კიდე რომ იყოს პასუხისმგებელი იმ კუთხით, რომ ანუ პასუხისმგებელი არ არის ურთიერთობაზე, პასუხისმგებელი არის საკუთარ თავზე და ურთიერთობაში რომ შენ გაგისწოროს, ოღონდ იმ ურთიერთობაში რომელსაც თვითონ არის თანახმა. მიხვდი? აი ეგ მომენტია რა სამსახურის კუთხით კიდე. მაშინ ურჩევნია რომ ბოლოდ გამოჩნდება ისეთი ანუ ქვეშევდომი ვიღაცა ადამიანი, რომელიც დაუჭერებს და რომელიც იმას გააკეთებს, რასაც თვითონ ეუბნება. ხო, ანუ შენგან ესე რო უთხრა რომ ხო, ანუ რავი რა საქმე ხა მე რა ვიცი 1000 საქმე არ დავს, ანუ ყოველ შემთხვევაში რაღაც ახალ იდეას არ იღებს რა, არ იღებს თუ თავისი მოფიქრებული არ არის. მაგრამ ისეთი ტიპიც არ არის რომ საკუთარ იდეას გაასაღოს ეს შენი ნათქვამი იდეა და მოაჩვენოს რომ მე მოვიფიქრე, ეგეც არ არის. უბრალოდ არ მოსწონს იდეა, არ უნდა რომ გააკეთოთ და ამაზე თუ ძალიან ხშირად წავიდა განხილვა და საუბარი, გეტყვის რომ მოდი მაშინ დატოვე ადგილი, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი სისტემა, ჩემი წარმოდგენა მაქვს, ჩემი გარემო მაქვს, სივრცე მაქვს, ჩემი ავტორიტეტი მაქვს შექმნილი, ჩემი კონკრეტული მაქვს შექმნილი და მე იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა, როგორც მე მინდა. ეს არის საქმე, ეს ეხება ჩემს თავს, ჩემ ბიზნესს, ანუ მე შენ ხელფას გიხდი, უბრალოდ დაქირავებული მყავხარ, ასე რომ თუ რამე არ მოგწონს, შეგიძლია ადგე წახვიდე და ახალს ამიყვან ვიღაცას, ვინც დამიჯერებს. ყოველ ურთიერთობას თუ ეხება აქ არის ზუსტად იგივე მომენტი, რომ მე მხოლოდ ჭირდება ეს ადამიანისგან მე არ ვაპირებ რაღაცა კონკრეტული სერიოზულს, თუ არ გინდა, კი ბატონო, ადექი წადი, მე სხვას ვიპოვი ზუსტად იმ ყველაფრისთვის, რაც მინდა. ხო, რაღაცეთი ენერგიაა სამწუხაროდ. მოკლედ საუბარი შედგება. ამას აპირებს. მოკლედ ლამაზო ადამიანებო, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად გექნებათ, იმედი მაქვს. და თუ ვინმეს გექნებათ სურვილი გაშლასთან დაკავშირებით, პირად გაშლასთან დაკავშირებით, ეს მაინც ზოგადი იყო. შეგიძლიათ შემეხმიანოთ 8910-2021-22 ამ თვეში. მხოლოდ ამ პერიოდში შევძლებ მიღებას. არის რაღაც დღეები, როცა არ მცვალე და არის რაღაც დღეები, რომელიც უკვე შევსებულია და რაღაცა ძალიან ისე რო არ გამოვიდეს, მაინც გაითვალისწინეთ. დროებით.